რომლის შვილების უკანონო პატრონობაში არიან. ზვიადი აი ზვიადია მერაბი დავარქვა. ეხლა თქვენდა რუსეთში იცხოვროს ჩემს ზვიადი და მერაბი არა სერბიასკები ორინგას გადაეცა. მაგრამ მადლობას უთხრა ტავარიშ ორინგას აბასარიერად ვერგიმართა თუ ამდენი ხალხი გამართა. ამდენ ხალხს მიარიწმუდა ეროვნული მოძრაობის აკადემიის მიწათმფარველი გეოგრაფი. ვერში მაშინაც ვერს გამართუქებ, ვერს აკადემიური ნურაფერს ვერს. აკრული, ნუ მაჩვენებ, არ ამხავ, 20 წელია არ დაგმევია, გაიგეთ ერთადე სამკრავო. უილეთ მაბელკებს რა პატრონს. ისე რომ Then Jigre had guys in it, Nasty, running at the building, guess what a decent guy is about zero on Asia. If the right power, I trust to make dreamer home. First to make dreamer home, after what she, some of the editions. Kara information, pronunciation, not government. მოგესალმები ძვირფასო მეგობრებო, ივესალმები თელავს, ივესალმები ჩვენს პოლიციას, აგერ ჩამოგვაცხილა ქუჩაში, თქვენივე უსაფრთხოებისათვისო. ცოტა გადადით ქუჩიდანო, ძალიან კორექტულად მოგვექცენ. ძალიან კარგია, როცა ნელ-ნელა პოლიციაც უმეგობრდება თავის საზოგადოებას და ეს თუ არა ხვალდარწმუნებული ვარ, თავის ავტორიტეტს იმიჯს აღიძენს და თავის ისრაელ მუნდირს დაიცავს. ჩვენ ჩამოვედით ეს თელავში, გული არ დაგწდეთ, რომ ბევრი მარანა გამოდი გული არ დაგწდეთ, არასოდეს არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ პერიოდში, არც ერთ ეპოქაში მილიონებს უმრავლესობას არ მოუხდენია ქვეყანაში ცვლილებები. ცვლილებებს ქვეყანაში ახდენენ ძალიან მცირე პროგრესულად მოაზროვნე ნაწილი საზოგადოების, რომლებიც ვერ ეგუება ძველ რეჟიმს, დამყარ სისტემას და იბრძვის ყველაფერი სიახლისათვის. ეს რაოდენობა ამ ადამიანებისა არსად ბევრი არ არის, თუმცა ადრე თუ გვიან ამ ადამიანების მუხტი გადაედება მთელ საზოგადოებას და ცვლილებები სწორედ მაშინ მოდის. აქედან გამომდინარე მინდა უთხრა ხელაველებს, რომ ამგვარად რო არის ქვეყანაში ცვლილებების, ამგვარად რეჟიმი უკვე დამყარია. ეს რეჟიმი რო დამყარია, თავადაც ამბობენ, თავად ერთმანეთს არიან დარეული, აღმოჩნდა რომ კორუფციის ჭაობში იხსოვიან, ერთმანეთს იჭერენ, ერთმანეთს ასამართლებენ. ბოლოს ხო ვიცით რომ ერთი წარმომადგენელი მაფიოზის ის და ქურდული წესებით მართავს ამ ქვეყანას, იბარებს ადამიანებს, ეხლა თავისიანებს და ეუბნება რომ ამდენი უნდა მოიტანო ძმაო, შენ ამდენი უნდა მოიტანო, შენ ამდენი მოიპარე, ამდენი უნდა მოიტანო და ასე შემდეგ. ყველამ კარგად იცით რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და ასე არ გაგრძელდება. ასე ქვეყანას ესენი მაინც ვერ მართავენ და გამორიცხულია რომ დიდხანს გაგრძელდეს მათი მოგივი. აქედან გამომდინარე საზოგადოებას იცით და მოგიწოდებ, რომ ყველა ჩაერთოთ ფერხულში, რასაც ქვია სიახლეების მოტანა ჩვენს ქვეყანაში. ერთად შევცვალოთ, ერთად მოვუტანოთ ამ ქვეყანას გამარჯვება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთი პოლიტიკური კურსი აქვს აღებული ჩვენი ქვეყნის რეჟიმის ხელისუფლებას, ძალაუფლებას უпроსტურად, რომელიც ჩვენიებდეს შეიძლება აღმოჩნდეთ რუსეთის ბინძურ ჭაობში, რუსეთის გუბერნიაში. ჩვენ იქ რო არ აღმოჩნდეთ, ჩვენ რომ გავაგრძელოთ ევროპული გზა, ჩვენი შვილები, აგერ პოლიცია რო ვიყურებს, მათი შვილები, მათი ოჯახები, ევროპული ცხოვრებით რო ცხოვრობდნენ, ევროპული განათლებით, ევროპული მკურნალობით, ევროპული ფინანსებით, ევროპული პენსიებით რო ცხოვრობდნენ მათი ოჯახები, ამისათვის გავართ დედაღამე ქუჩაში და ვიბრძვით. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში თუ არ გაგვეხმარებიან, მინიმუმ ხელს არ შეგვიშლიან ამის დროა და თუ მტერი ვერაგი გადაწყვეტს, რომ
და ფორმით აგისურვეს, იქაც რადვა დარწმუნებული რომ აუცილებლად დაგიდებიან გვერდში. გაუმარჯოს თელავს, გაუმარჯოს თელაველებს, ცვლილებები გარდაუვალია, გაუმარჯოს დამოუკიდებელი ერთიან საქართველოს. ღმერთი არ ჩვენთან. მოგესალმებით ყველას, მივესალმებით თელავს. ჩვენ დღეს მოვიარეთ კახეთი და გადავწყვიტეთ, რომ თელავისთვის ისევ შემოგევლო. მე მოუწოდებ თელავის მოსახლეობას, რომ გამოფხიზნდეს და ამ ერთ ადამიანს, რომელიც მთელი დღეები დგას და აპროტესტებს, დაუდგეს გვერდი. თორემ მარტო ჩვენ ოჯახებში არ შემოსულა ეს რეჟიმი მოვა ყველასთან. და მინდა პოლიციელებს მოუწოდო, რომლებიც აქ დგანან, ნუ იქნებით გეგვაძეები. ნახეთ რაც დაერათა გეგვაძეს, რომელიც ვეღარ გამოვა ვერასოდეს ქუჩაში და ვერ გაივლის. კაცი, რომელიც იყო პოლიციელი, ლოკა აუწითრა თურმეს ჟურნალისტმა. ძალიან გთხოვ, დაგეკით ადამიანების გვერდით, თორემ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. აუცილებლად დამარცხება რეჟიმი, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის არ არის ეს ქვეყანა. მას ქვეყნისთვის, საქართველოსთვის არაფერი არ გაუკეთებია. ჩამოგზავნით თბილისში და ნახეთ, სადაც ნაბიჯს გადადგამ, ბიძინა ივანიშვილის არის სახლი, ბიძინა ივანიშვილის არის სასტუმრო, მისი არის ყველაფერი. მას ქვეყნისთვის არაფერი არ უკეთებია. ჩამოვიდა აწმები ქვეყანაში და ეხლა ყველას, ვისაც ფული აკეთებინა, სთხოვს მილიონებს, მილიარდებს და ისევ დანიშნავს ხალხი კავერდეს, იმიტომ რომ ვერ მოასწროს სავარაუდოდ ვისგან ფულის ამოღება. ამიტომ იყავით ხალხის გვერდით, თორემ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დატყვევებული ჰყავს ბიძინა ივანიშვილის პატარა ბიჭები, გოგოები, რა დააშავეს აპროტესტებენ რუსულ ყანონს. ირაკლი კობახიძე, ჩერჩეთი, სულსმელი ირაკლი კობახიძისგან გამოცხადებულ ყანონს, რომელსაც წყარო ჩვენ არ შევად ევროპაშიო. ამან გამოიწვია ეს ყველაფერი პროტესტი და ეხლა აბარებენ ახალგაზრდებს. სრულ პოლიციელები მოყავს, რომლებიც იბრალებენ მეხანძრეობას, იმასაც კი ვერ ამხელენ, რომ ისინი არიან პოლიციელები და მათ აქ ძვანია. დაწერილ ტექსტს კითხულობენ, მერე ისევ ავიწყდებათ, მერე ისევ კითხულობენ, ტელეფონებში ჩაწერილი აქვს, მოკლედ ჩიმეში დრეშებით დადიან და ასე შემდეგ. ეს არის მონობა და ნუ იქნებით ერთი კაცის, ერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მონა, რომელიც არაფერს არ წარმოადგენს, არ არის პრეზიდენტი, არ არის პრემიერ-მინისტრი, ზის სადღაც გვირაბში გამოკეტილი და იქიდან თქვენ გაქციათ მონება და ემსახურებით მას. ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ ბოლომდე, არც ერთი ქართველისთვის, არც ერთი მოსახლეობისთვის ხელისუფლებას არასოდეს მოუგია. მართლაც რევოლუცია არ არის ხიშტებით გამოსვლა, რევოლუცია იყო ბარდების რევოლუცია, რომელიც მოვიდა უსისხლოდ, შემდეგ ბარდების რევოლუციის მერე მობრძანდა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მოვიდა უსისხლოდ და ასე წავა ისე უსისხლოდ. და ძალიან მინდა თელავის მოსახლეობას მოუწოდო გამოფხიზნდეს. ხედავ რომ თელავში მშვიდობა არის. არა ინტერესებს არაფერი. თქვენი პიგრი მათე დევიძე 21 წლის ბიჭი 4 წლით და 6 წლით ციხეში გაუშვეს არაფრის გამო. თავისუფლება მათე დევიძეს. თავისუფლება მათე დევიძეს. თავისუფლება მათე დევიძეს. თავისუფლება ყველა რეჟიმისგან დატყვევებულ ადამიანებს, ვინც ეს ციხის კენტერში არიან გამოკეტილები. ისინი აუცილებლად იქნებიან თავისუფლები. მადლობა ყველას იმას, ვინც ჩვენ გვერდში გეხართ. მადლობა ყველაფრისათვის. მოგესალმებით სულ. პირველ რიგში, დღეს ჩვენ ფიქრებს უნდა მივესალმოთ ციხეში. დაგვინახო, ახმეტიდან დავიწყეთ ბიჭები. დიდი სიყვარული მოვაგროვეთ თქვენი წერილები. თქვენ ნურაბრის ნუ შეგეშინდებათ. მეტად იდექით, მეტად იყავით. ჩვენ ყველა ადგილს მოვიდეთ. არ გავჩერდებით, ერთ ვერავინ გადაჭერს. მალე ჩაგიხუდებ გულში და ერთი ამბედნიერ საქართველოში
ყველანი ერთად თავისუფლება რეჟიმის წევს თავისუფლება ბრძოლა ბოლომდე მოგესალმებით ხელოვანებს. ჩვენ ჩამოვედგა CDC-ის პარტიის ოჯახის წევრები, მშობლები, დედები. ჩამოვედით გაგაცნოთ, გაგაგებინოთ, რომ ჩვენი შვილები არიან ბიზნეს კრეები. მათ არ ჩაუდგენიათ არავის არის დანაშაული. ისინი სამშობლო სიყვარულისთვის ისჯებიან. თქვენ კარგად იცით, ჩვენი სამშობლო ეხლა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ვართ კატასტროფულ ზღვაზე. ველის რუსეთის გუბერნი გადაქცევა. მოგიწოდეთ, დააწყეთ ჩვენთან ერთად, დააწყეთ ჩვენი სამშობლოსთვის, საქართველოსთვის, რათა ჩვენი შვილები იყვნენ თავისუფალი და იცხოვრონ ერთიან თავისუფალ საქართველოში. ასევე მინდა ხალხაჭერა გამოუცხადოთ თელავში, ვინც აპროტესტებს, ჩამოვედით ამით გასახმევება, გვერდში დასადგომა. ასევე მოგიწოდეთ, გამოძახით თქვენ მათთან ერთად, თუნდაც თბილისში ერთხელ დადექით და მოითხოვეთ თავისუფალი სიტყვა, რადგან ჩვენ ვერ ვფლივ. ვინც ახლებს ქართველებს თავისუფლებას, არ გვინდა რუსეთი, არ გვინდა ბიზნა, არ გვინდა მისი მოლები და გვინდა თავისუფლა, ნორმალურად ცხოვრება. ზის ბიზნეს რეჟიმი, ზის ბიზნეს მოლები, ზის მეც მოგესალმებით ძვირფასო თელაველებო და არა მარტო. დღევანდელი დღე იყო განსაკუთრებული და ემოციური. ჩვენთვის რამდენიმე ათეული გასვლა არის ყველა რეგიონებში თავდაპირველად სინდისის პატიმრების მშობლებთან ერთად. და ყველა შეხვედრაზე ჩვენ მშობლებთან ერთად ხელიდან ხელში გადავცემთ ხოლმე მოქალაქეებს ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ გაზეთს შეიძლება ითქვას თავისუფლების მაციხიდან, რომელმაც გამოაქცია ვისოსებს მიღმა და მიაქვს მოქალაქეებამდე იმ ადამიანების, რეჟიმის წევრების ხმა, რომლებიც უფრო თავისუფლები არიან ვისოსებს მიღმა, ვიდრე თავისუფლებაზე მყოფი ბიძინა ივანიშვილი ან მისი პოლიტიკური მარიონეტები. დღეს ჩვენ ვიმყოფებოდით ახმეტაში, ძალიან ემოციური იყო მოქალაქეების განწყობა, განსაკუთრებულიც კი შეიძლება ითქვას და როგორ ჩაივიდა ახმეტაში ჩვენი ჩამოსვლა, თუ ჩვენ არ ჩავიდოდით ქვემო ალვანში. ეს გახლავთ სოფელი, ჩვენი გმირის გიორგი ანტუშელიძის სოფელი, სადაც მემორიალთან ჩვენ მის ხსოვნას პატივი მივაღეთ და მართლაც დიდება გმირებს ანტუშელიძე უკრავია, დიდება საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ ყველა გმირს. შემდეგ ძალიან ემოციური იყო ასევე და მრავლის მთქმელი დღევანდელი დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, როდესაც მალხაზ მაჩალიკაშვილი გახდა სინდისის პატიმრების მშობლებს და ეს იყო ერთგვარი ორმაგი სოლიდარობის, ტოლერანტობის აქტი, როდესაც რეჟიმის წევრების მშობლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს, ჩაეხუტნენ მალხაზ მაჩალიკაშვილს და ჩვენ ერთად ვიყავით თემილან მაჩალიკაშვილის საფლავთან. მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი მეუღლე მედიკო მარკოშვილი და მისი ოჯახი მთლიანად, დედა, შვილები, ნატა, ნათია არიან გაუტეხობის და სიმართლისთვის ბრძოლის მაგალითები. შეიძლება ითქვას, რომ მათი ბრძოლის გზას ვაგრძელებთ ახლა ჩვენ და აუცილებლად ადრე თუ გვიან სამართალი მაინც მოვა და სამართალი იზეიმებს. იქიდან კი ჩვენ ჩამოვედით თელავში,
იმისთვის, რომ ცირერიცხოვანი, ხანდახან ერთკაციანი მართლაც, მაგრამ ჯიუტი და გაუკეთელი პროტესტი გაგვემაგრებინა. იმისთვის, რომ ჩვენ აქ მყოფი პროტესტის სახეები, პირველ რიგში ვანო დემინაშვილი და მისი ამხანაგები, მეგობრები, ხელაველები, რომლებიც შიგადაში განაცვლებიან ერთმანეთს, მაგრამ ის ხომ უწყვეტად დგას აქ, ის გაგვემაგრებინა. მიგვეცა მეტი მუხტი და ენერგია იმისთვის, რომ უწყვეტი პროტესტი კიდევ უფრო მეტად უწყვეტი გახდეს და კიდევ გაგრძელდეს. თავისუფლება რეჟიმის წევრს, თავისუფლება მატე დევიძეს გამოვყო ბრაგდანის თელაველია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ძალიან მალე ყველა პოლიტპატიმარი, ყველა სიმდისის პატიმარი იქნება თავისუფალი და ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება ევროპულ გზას, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. დიდი მადლობა ყველას, მე ახლა სიტყვას გადავცემ ემიგრანტს, რომელიც ჩვენ გვახლავს რამდენიმე შეხვედრაა უკვე, რომელიც ისაუბრებს თავის სიტყვას იტყვის და შემდეგ მინდა გთხოვოთ, რომ ყველამ ერთად საქართველოს ჰიმნი შევასრულოთ და ისე დავემშვიდობოთ თელავს. გურან და გისმენთ. მოგესალმებით ხელაველებო. მე სულ მცირე ხანია რაც შეუერთდი ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს. სიმართლის გამავრცელებელი საზოგადოება პატიმრის რეჟიმის პატიმრების ოჯახებთან ერთად გადის საქართველოს რეგიონებში და აღწევს სიმართლეს. მე ეს ძალიან პოზიტიურად გამიმუხნე ახმეტაში, თელავში, ნახე როგორ სიხარული და პოზიტიურად ხდებოდნენ ადამიანები. ყველანი ისე არ გამოხატავდნენ თავიანთ აზრს, როგორც ჩვენ შეიძლება ველოდებოდით, მაგრამ ყველანი გამოხატავდნენ თავიანთ გულზია დამოკიდებულებას და თანხმობას. და მე მივხვდი, რომ ეს არ უნდა გამყურებოდა, რადგანაც ახალი ადამიანები არიან პირდაპირი და სიმართლის მოყავული ადამიანები. და მე მჯერა, რომ ახეთი ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონები გაიღვიძებენ და ერთად შეუერთდნენ, ჩვენ ერთად დავუდგეთ იმ საშინელებას, რაც ჩვენ თავს ტრიალებს. მინდა დავამატო, რომ ჩვენ მოსახლეობასთან შეხვედრისას საუბრობთ იმის შესახებ, თუ რა დაგვეკარგება იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი ზურგს გვაქცევს. რადგანაც ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები გვედგა ყოველთვის გაჭირვებისას გვერდში და ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს კონტაქტები, ეს მეგობრობა გაიშალოს. ბოლომდე. გამარჯობა, თელავში ახლა გიზარდება უწყვეტი პროტესტი. სინდისის პატიმრების მშობლები, რომლებმაც დღეს დილიდან ახმეტაში დაიწყეს თავიანთი შვილების გაზეთების დარიგება. ახლა იმყოფებიან თელავში, სადაც ასევე დაარიგეს თავიანთი შვილების გაზეთები, ესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას და მათ მშობლებმა მოუყვეს ადგილობრივებს ინფორმაცია მათი შვილების შესახებ, რომელსაც მაგალითად საზოგადოებრივი მაუწყებელი არასრულებს სრულად ისაუბრეს იმ სასჯელზე, სასამართლოზე, რომელიც სავარაუდოდ კიდევ არაერთ მათგანს, არაერთ სინდისის პატიმარს მიუშვის დანიშაულს. ახლა საქართველოს ჰიმნს ასრულებენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და თელაველი აქტივისტები, რომლებიც ყოველდღე უწყლოდ იკრიბებიან თელავში.
შეიძლება თელავის ათასები არ გამოირჩევა ხალხმრავლობით, თუმცა ისინი უწყვეტად იქნება ეს ერთკაციანი, ორკაციანი თუ რამდენიმე ათეულკაციანი აქცია, უწყვეტად, ჯიუტად, მედგრად ყოველ დღე 263 დღის განმავლობაში იკრიბებიან თელავის ცენტრში და იძახიან თავიანთ სათქმელს პროტესტში, საპროტესტო ბანერებს ხედავთ ახლა კადრში, რომელთაც ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომ გაათავისუფლონ რეჟიმის პატიმრები, რომ ხალხი ითხოვს და იმსახურებს სამართალს და ასე შემდეგ. სინდისის პატიმრების მშობლები, ოჯახის წევრები და აქტივისტები სხვადასხვა ქალაქიდან აგრძელებენ სხვადასხვა რეგიონში ჩასვლას იმისთვის, რომ გაჟღერდეს პროტესტის ხმა ყველგან, სადაც აქამდე არ მიწვდენილა პროტესტის და სინდისის პატიმრების ხმა. დაელაპარაკონ ადგილობრივ მოსახლეობას, ეს არის მათი მთავარი მიზანი და мотиваცია და ადგილობრივ მოსახლეობამდე ჩაიტანონ ის სათქმელი, რომელიც სამწუხაროდ ვერც საზოგადოებრივ მაუწყებლის მხრიდან ან ადგილობრივი თვითმმართველობებიდან ვერ აღწევს მათ ყურამდე. მე დროებით დაგემშვიდობებით ნახვამდის ცხადია თბილისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება რუსთაველის გამზირზე, სულ ცოტა ხანში ალბათ რუსთაველის გამზირზეც გადაიკეტება უცვლად გზა და მოქალაქეები კვლავ გააჟღერებენ თავიანთ მთავარ მოთხოვნებს, რომ გადადგეს არალეგიტიმური ხელისუფლება და გათავისუფლდეს ყველა რეჟიმის უკანონო პატიმარი. ნახვამდის.